ყველანი სახლებში ამერიკის განვითარების სააგენტო 10,000 თანამშრომლიდან 97% დროებით უმუშევარია. მილიარდობით დოლარის ფლანგვაში ეჭვმიტანილი USAID, რომლის ბიუჯეტის წელიწადში 40 მილიარდს აჭარბებდა, ყოველ დღე ახალ სკანდალს შეეხება. დონალდ ტრამპი ისტორიაში ყველაზე დიდ და ყველაზე ბინძურ სკანდალს აანონსებს. ამჯერად საუბარია მედიის ფრთამზე. ამერიკელი გადამხდელების ფულით დაფინანსებულია 1000-ზე მეტი მედია საშუალება და 6000-ზე მეტი ჟურნალისტის სიაგრძელია. მათ შორის არის პოლიტიკო, New York Times-ი და Associated Press-ი, რომელთა დიდ ნაწილს ტრამპის ადმინისტრაცია fake news-ების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. თუმცა მხოლოდ მედია არ ფინანსდებოდა USAID-ის ჰუმანიტარული მისიის ეგიდით. $47,000 კოლუმბიაში ტრანსგენდერული ოპერისთვის, $32,000 პერუში ასევე ტრანსგენდერული კომიქსისთვის. კვების ასობით 1000 ულუფა სირიაში ISIS-ის მებრძოლებისთვის და $100 მილიონი ავღანეთში სარწყავი არხებისთვის, სადაც ყაყაჩოს კულტივაციის და ჰეროინის წარმოების მხარდაჭერა ხდებოდა. ეს ყველაფერი თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და მხოლოდ აისბერგის პატარა ნაწილი 10,000 თანამშრომლიდან მუშაობას მხოლოდ 294 აგრძელებს. არავინ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს დონალდ ტრამპი, შემოიფარგლება კაპიტალური რემონტით თუ USAID-ის 64 წლიანი ისტორია მისი ლიკვიდაციით დასრულდება. 10,000-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ 294. დონალდ ტრამპის მორიგი გადაწყვეტილება USAID-ის პროგრამებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეხო. წყაროები თეთრი სახლიდან ამბობენ, რომ მხოლოდ 294 თანამშრომელს ექნება სამსახურის შენარჩუნების საშუალება. მათ შორის 12-ს აფრიკის, 8-ს კი აზიის ბიუროში. იმ თანამშრომლებს კი, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ და 30 დღის განმავლობაში სახლში დაბრუნებას გადაწყვეტენ, თავად შტატების ხელისუფლება დაეხმარება. პირობა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დადო. ადამიანებს მიეცათ 30 დღიანი ვადა და ჩვენ მათ დავეხმარებით, რომ სახლში დაბრუნდნენ. ამასთან ერთად, თუ ვინმეს განსაკუთრებული მდგომარეობა ან რაიმე გარემოება აქვს, მზად ვართ მოვუსმინოთ, ჩვენ ხალხის პირად ცხოვრებაში ჩარევას არ ვცდილობთ. ეს არაა სადამსჯელო ღონისძიება. ამერიკის 47 პრეზიდენტმა კიდევ ერთი დიდი სკანდალი დაანონსა. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ USAID-სა და სხვა სააგენტოებში მილიარდობით დოლარი მოიპარეს, რომელთა დიდი ნაწილით დაბალი ხარისხის გაზეთებში ყალბი ახალი ამბები დაფინანსდა. როგორც ჩანს, USAID-დან და სხვა სააგენტოებიდან მილიარდობით დოლარი მოიპარეს. თანხის დიდი ნაწილი fake news-ების მედიებს მოხმარდა. მათ მიერ დემოკრატების შესახებ კარგი ისტორიების შექმნის სანაცვლოდ. მემარცხენე გაზეთმა, რომელიც პოლიტიკოს სახელითაა ცნობილი, როგორც ჩანს, $8 მილიონი მიიღო. მიიღო თუ არა ფული New York Times-მა. კიდევ ვინ მიიღო? ეს შესაძლოა ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი სკანდალი იყოს. დემოკრატები ამას თავს ვერ აარიდებენ. საკმაოდ დიდი და ბინძური სკანდალია. ტრამპის ამ ბრალდებას შედეგი მალევე მოჰყვა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ გამოცემა პოლიტიკო ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან $8 მილიონ ვეღარ მიიღებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის გუნდი ამ გადაწყვეტილების გაუქმებაზე მუშაობს. მორიგი პოსტი მედიასთან დაკავშირებით გაავრცელა ილონ მასკმაც. ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ USAID მსოფლიოს 30 ქვეყანაში 707 მედიას და 279-მდე არასამთავრობო ჟურნალისტურ ორგანიზაციას, ასევე 6200 ჟურნალისტს აფინანსებდა. მასკის სტატუსს წინ WikiLeaks-ის გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია უსწრებდა, რომელშიც ეწერა, რომ USAID 6200-ზე მეტ ჟურნალისტს აფინანსებდა. ასევე ბიუჯეტში 279 ჟურნალისტური ორგანიზაციისთვის იყო გამოყოფილი თანხები. მათ შორის უკრაინაში მოქმედი 10 მედია ორგანიზაციიდან 9-ს სწორედ USAID აფინანსებდა. WikiLeaks-მა დოკუმენტაციაც გამოაქვეყნა. USAID-ის მიერ ფინანსების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების შესახებ ინფორმაცია თავად თეთრმა სახლმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა. განცხადებაში წერია, რომ შტატების განვითარების სააგენტო 10 წლეულობის განმავლობაში ფესვგადგმული ბიუროკრატების საყვარელ სასაცილო, ხშირ შემთხვევაში კი მავნებლურ პროექტებზე ხარჯავდა ფულს. ასეთი პროგრამების სია დიდია და მათ შორის არის $47,000 კოლუმბიაში ტრანსგენდერული ოპერისთვის. $32,000 პერუში ტრანსგენდერული კომიქსისთვის, $2 მილიონი გვატემალაში სქესის შეცვლისა და LGBT აქტივიზმისთვის. კვების ასობით 1000 ულუფა, რომლებიც მიიღეს ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა მებრძოლებმა სირიაში. $100 მილიონი საირიგაციო არხების, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობისა და სასუქის დასაფინანსებლად, ავღანეთში ყაყაჩოს უპრეცედენტო კულტივაციისა და ჰეროინის წარმოების მხარდასაჭერად, რაც თალიბებისთვის სარგებლის მომტანია.
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ფლანგვა, თაღლითობა და სახსრების ბოროტად გამოყენება შეწყდება. პირველი გადაწყვეტილება ტრამპმა ინაუგურაციის მეორე დღესვე მიიღო და 21 იანვარს ყველა საგარეო დახმარება 90 დღით შეაჩერა.